მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩავწერო მოკლე მიმოხილვა XRP-სთან დაკავშირებით, როგორც ხედავთ 18 ივლისს ჩვენ დავამყარეთ ახალი all-time high, შემდეგ ფასმა დაიწყო კორექცია, ამ დღიდან გამომდინარე ფასის პოტენციალი გავზომოთ, ანუ კორექციის პოტენციალი გავზომოთ, ავიღოთ ეს ინსტრუმენტი და დაახლოებით 6% პოლკამდე და 6% აქეთ გამოდის $3.26-მდე ველოდები კორექციას ამ დღის პოტენციალიდან გამომდინარე, აი სადაც დამყარდა all-time high. ეხლა ჯერჯერობით ფასი როგორც ხედავთ მოძრაობს ამ დღის 18 ივლისის ფარგლებში, შესაბამისად ჯერჯერობით აქტუალურია ეს პროგნოზი. როგორც ხედავთ 18 ივლისმა მოგვცა გამყიდველის იმბალანსი, დღეს უკვე გადავფარეთ ეს იმბალანსი, ასევე ქვემოდანაც იყო მყიდველის იმბალანსი, ჯერ მყიდველის იმბალანსი გადაიფარა გუშინ, შემდეგ დღეს უკვე გამყიდველის იმბალანსი უფრო მნიშვნელოვანია აი ამ დღის პოტენციალიდან გამომდინარე. ესე იგი, აი ამ იმბალანსის გადაფარვის შემდეგ უკვე შესაძლებელია ამ მომენტიდან გარკვეული short პოზიციის გახსნა, როგორც გითხარით 3.26-მდე. როცა ვიძახი რომ დღის პოტენციალი ამდენი და ამდენია, ეს არ ნიშნავს რომ ზუსტად ერთ დღე, ანუ იმ დღესვე მივიღებთ takes. არა, შეიძლება რამოდენიმე დღის განმავლობაში ფასმა გარკვეულ დიაპაზონში იმოძრაოს და შემდეგ ერთი დღის, ორი დღის შემდეგ გააჩნია რომელ time frame-ზე ვიძახი აი ამ პოტენციალს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღოთ take-ი. მთავარი არის take-ი, რა თქმა უნდა, თორე რამდენხანს გასტანს თქვენი პოზიცია, ჩემთვის პირადად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენხანს ვიჯდები ერთ პოზიციაში, მთავარია take-ი. გადავიდეთ HashRT-ზე, ეს არის უკვე market profile-ი კვირის market profile-იდან ჯერჯერობით არაფერი საინტერესო არ არის. მოდით გადავიდეთ M15-ზე, აქ უკვე დღის market profile-ია, ეს არის ის 18 რიცხვის დღიური market profile-ი, როგორც გითხარით. აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, აგერ ავიღოთ, გავზომოთ პოკამდე, იგივე იქნება 6%, როგორც გითხარით და შემდეგ ეს 6% აბა სადამდე მოდის. აი დაახლოებით აი ამ დღის 17 რიცხვის პოკამდე ნიშნული 3.26, კი, როგორც ხედავთ, ძალიან ლოგიკური ნიშნულია. პოკის დასატესტად და შეიძლება ისევ აღმავალი მოძრაობა გაგრძელდეს. ეხლა დღეს რა ხდება? დღეს ვხედავთ ჯერჯერობით რას ვხედავთ ჩვენ? ვხედავთ იმას, რომ აი ეს არის 18 რიცხვის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი. ხედავთ, რომ ქვემოდან გარკვეული ლიკვიდურობა შეიქმნა. პოტენციალი, როგორც გეუბნებით, short პოზიცია, ჩვენი პრიორიტეტი არის short პოზიცია, ქვემოდან ლიკვიდურობა, ჯერ ზემოდანაც შევქმენით, აი ამ 2 დღის განმავლობაში ლიკვიდურობა უკვე მოხსენით, მაგრამ ფასი ჯერჯერობით ჩემი აზრით მიისწრაფვის აი ამ ლიკვიდურობის, აი ამ მაქსიმუმის მოსახსნელად და ასევე 18 რიცხვის value area high, ანუ ზედა ზღვარი, რომ დაიტესტოს მოცულობითი ზონის. დაიტესტება, მოიხსნება აი ეს მაქსიმუმი და შემდეგ უკვე გარკვეული პირობების შექმნის შემდეგ შეიძლება short პოზიციის გახსნა აი პოლკამდე 3.26. ეს არის ჩემი ხედვა იმისა თუ რა ხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.